2-დან 23 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მანინა დოიჯაშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს სახელწოდებით საახალწლო მუსიკალური შეხვედრები მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში 15 დეკემბერს გაიმართა ცნობილი მეცო-სოპრანოს ქეთევან ქემუკლიძის კონცერტი, ესპანური რითმები გადაცემის დასკვნის ნაწილში. სწორედ ახლა ერთად ვნახავთ სიუჟეტს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მანანა დოიჯაშვილის სახელობის 27-დე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. საახალწლო მუსიკალური შეხვედრების ფარგლებში მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემუკლიძე წარსდგა. ვოკალური მუსიკის საღამოზე შესრულდა ესპანური რიტმები. პროგრამა იყო აწყობილი ესპანურ მოტივებზე, რადგანაც მეცო-სოპრანოსთვის ძალიან ბევრი კომპოზიტორი ძალიან ხშირად ეხებოდა ესპანურ მოტივებს და ძალიან ბევრი და საინტერესო და ძალიან ლამაზი მასალა არსებობს და მიხარია რომ ეს რაღაც ძალიან საინტერესო და ლამაზი პროგრამა სწორედ მანანა დოიჯაშვილის სახელობის ფესტივალზე გაჟღერდება, რადგან ჯერ კიდევ ქალბატონი მანანას სიცოცხლის პერიოდში ქონდა ჩვენ ესეთი იდეა, უბრალოდ შემდეგ ქალბატონი მანანას გარდაცვალებამ ამას ხელი შეუშალა და მიხარია რომ რაღაცნაირად შევასრულეთ ეს მისი სურვილი და დღეს ესეთი ლამაზი კონცერტით წარდექით მსმენელის წინაშე. საღამოში მონაწილეობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი. კონცერტს დირიჟორობდა ზაზა აზმაიფარაშვილი. ქალბატონ მანანა დოიჯაშვილს უამრავი კეთილი საქმეა გაკეთებული და ძალიან დამსახურებულად არის ეს ფესტივალი მის სახელობის. რა თქმა უნდა, საფასუხისმგებლო კონცერტია, პროგრამა ძალიან ესპანური ტიპის არის, რომელიც შედგება სხვა კომპოზიტორებისგან, მაგრამ მასალა არის ესპანური. ან ესპანეთში ხდება, ან ესპანელი კომპოზიტორების და რა თქმა უნდა, ჩვენი შესანიშნავი მომღერალი ქეთი ქემუკლიძე მომღერის, რომელსაც წინვალე შესანიშნავი კარიერა აქვს საზოგადოებრივად და აქაც როცა ჩამოდის დიდი სიამოვნებით ყველა მოდის და უსმენს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აი სულ რაღაც 3 დღით ვარ გამოპარული მადრიდიდან, თეატრო რეალიდან, სადაც ვასრულებ ასევე ესპანელი ბოშა ქალის ყველაზე ცნობილი ალბათ კარმენის როლს. ეხლა მიუბრუნდები, ამას დაემატება საახალწლო გალა კონცერტი ქალაქ ბონში, გერმანიაში და შემდეგ უკვე სადღაც შობისთვის, ჩვენი შობისთვის დაუბრუნდები საქართველოში. საერთაშორისო ფესტივალის საახალწლო მუსიკალური შეხვედრები 1998 წელს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით და ქართველი პიანისტისა და პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტის მანანა დოიჯაშვილის თაოსნობით დაფუძნდა. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში საშემსრულებლო და სასცენო ხელოვნების განვითარებას, საკონცერტო ცხოვრების გააქტიურებას, ჯაზის, ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და ამ დარგში წარმატებით მოღვაწე შემსრულებლების წარმოჩენას. ასევე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მუსიკოსების წარდგენას ქართველი მსმენელის წინაშე. 2023 წლიდან ფესტივალს მიენიჭა მისი სულის ჩამდგმელის მანანა დოიჯაშვილის სახელი.